სახელითა, მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენთან არს ღმერთთან. გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს, ქრისტეს შობის წინა კვირეები, შემდგომი კვირეები, შაბათები, ზოგადად მსახურება შობის საკითხავებია და შობის შინაარსი არის მოთხრობილი. ქრისტეს შობამდე წინა დღეებში აღესრულება წმინდა მამათა კვირა, მართალ მამათა კვირა. მართლები არიან ძველი ჯულის წმინდანები, ვინც ძველ ჯულში ჯულით ესე იგი ქრისტემ გაამართლა, შემდგომ ისინი ქრისტეს მოლოდინი ცხოვრობენ. მათ შორის არიან მართალი იოსები, რომლის სცენებას დღეს აღესრულება. დღეს არის ეკლესია იხსენიებს მართალ იოსებ, დამწინდველს, იაკობს უფლის ძმა წოდებული და დავით მეფსალმუნეს. ეს მამამთავრები, ეს წმინდანები განსაკუთრებულად ახლოს არიან შობის დღესასწაულთან. ქრისტე რომ უნდა შობილიყო, თქვენ იცით რომ ჯერ კიდევ სამოთხეში, სამოთხიდან გამოდევნამდე ღმერთმა ამცნო ადამს და ადამიანში მთელ კაცობრიობას, რომ დედაკაცისგან შობილი იქნებოდა ის, ვინც გამოიხსნიდა კაცობრიობას ცოდვის და ჯოჯოხეთის ტყვეობიდან. ამის შემდეგ მოყოლებული ძალიან ბევრი თაობა გადავიდა. შემდეგ შიგადაშიგ აი დიდი მამებისადმი უფალი განაახლებდა აი ამ აღთქმას. აღუთქვამდა რომ აი აბრაამს მაგალითად უთხრა რომ აყოფისაგან ესე იგი შენი შთაომავლობით იკურთხება მთელი კაცობრიობაო. შენი შთაომავლობა როგორც ზღვის ქვიშა და ცის ვარსკვლავი ისე გამრავლდებიან და საუბარი იყო ქრისტეზე და ქრისტეს მორწმუნეებზე. და შიგადაშიგ აბრაამი, ისააკი, იაკობი ამ დიდ მამამთავრებს და ისიც საქმე რაშია, ეს მამამთავრები ღმერთმა სხვა რაღაცის გამო კი არ გამოირჩია, მათი სარწმუნოებრივი და სწორი ცხოვრების გამო. უпростоრად მათ გამოირჩიეს ქრისტეს მოლოდინში ცხოვრება და ქრისტეს მოლოდინის ცხოვრება და მისია, რომელიც მათ ჰქონდათ, აი მაგალითად აბრაამი ავიღოთ, ხო? მთელ ქვეყნიერებაზე სარწმუნოება აღარ იყო მართალი სარწმუნოება და აბრაამი გამოირჩია ღმერთმა. აბრაამი გამოირჩია ღმერთმა, კარგია, როცა ღმერთი გამოგირჩევს ამ ქვეყანაში და ამ ესე იგი ჩვენ მისიერ ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან დიდი ჯვარია, როცა უფალი გამოგირჩევს, როცა უფალი თავის რჩეულად გამოგირჩევს. ესე იგი აბრაამმა ჩვენ ეხა აქედან ვერ ვისაუბრებთ ამაზე, რა გზა გაიარა აბრაამმა, რა გზა გაიარა დავითმა, რა გზა გაიარა იოსებმა. აი მაგალითად ეხა უბრალოდ აი თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ როდესაც ჰეროდემ გამოსცა, დღეს სახარება წავიკითხეთ, რომ ჰეროდემ გამოსცა ბრძანებაო, რომ ბეთლემში და მის შემოგარენში თუ კი ვინმე ახალშობილი იყო 2 წლიდან 2 წლამდე ბავშვები ყველა ამოიხოცათ, ხო? და რისთვის აკეთებდა ამას? იმიტომ რომ ქრისტეს ეძებდა. ამ დროს ანგელოზი ეცხადება იოსებს და ეუბნება რომ წადიო ეგვიპტეშიო, იმიტომ რომ მეფეს მაგის მაკრმის მოკლა ეგულებაო და წერია სახარებაში რომ ადგაო და წავიდა ღამეო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იმ დროში, როდესაც გადაადგილების საშუალება ერთადერთი ვირი ან რაღაც ესეთი ტრანსპორტი იყო, წარმოიდგინეთ რომ ღამე წავიდა ადამიანი აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, ეგვიპტეში, რას წაიღებდა ეხა? აი ჯერ რა იქნებოდა, იმიტომ რომ ხურო იყო თვითონ, დურგალი იყო და თავისი შრომით მოიწევდა საზრდოს და რა უნდა ქონოდა ჯერ და მე წარმოიდგინეთ რომ აი წარმოიდგინეთ ეხა ადექი წადი რაღაც უცხო ქვეყანაში და როგორია, ხო? და რა ტანჯვა და წამება გამოიარა. მე გზაზე რა გზაზე რა განსასწრებელი იყო. ხო და ძალიან რთული იყო მათი გზა, მაგრამ ისინი იყვნენ მსახურები, აი იმ აღთქმის, რომელიც ღმერთმა აღუთქვა კაცობრიობას, რომ დედაკაცისგან შობილი უნდა მოსულიყო ქრისტე, რომელიც კაცობრიობას გამოიხსნიდა ცოდვის და ჯოჯოხეთის ტყვეობიდან და როგორც შობის დღესასწაულზე თქვი ჩვენ, ესე იგი სიტყვები რო არის ანგელოზის დიდება მაღალთაშინა ღმერთსა და ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება და ეს მშვიდობა არის ის, რომ ღმერთმა ადამიანი, რომელიც ტყვე იყო სიკვდილისა და ჯოჯოხეთის და ეშმაკის, შეარიგა ღმერთს და ადამიანი, ესე იგი ადამიანს მიეცა სასუფეველი, განიღო ადამიანისთვის სასუფეველი და
აი ამ განგებულების სახურები იყვნენ ისინი. მათ რომ ეღალატათ აი ამ განგებულებისთვის, ხომ? და გადაეხვიათ, ეხლა ა ブラ ამს ძალიან დიდი შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ ეცხოვრა მატერიალური ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ძალიან კარგად, მაგრამ გადაეხვია უნდა აი ამ მოწოდებიდან, რომ ღმერთმა რო გამოირჩია და ღმერთმა რო უთხრა, რომ 70 წლის იყო მაშინ და შვილი გეყოლებო, არ ყავდა შვილი და შენი შვილით გამრავლდებაო, შთამომავლობაო და ამის მერე კიდე 30 წელი კიდე ესე გავიდა, რომ შვილი არ ყავდა. წარმოიდგინე 30 წლის განმავლობაში ერთი არ უფიქრია, რომ იქნება არ შესრულდეს ღმერთის აღთქმა. ესმით, რა მტკიცე სარწმუნება ჰქონდა და 102 წლის ასაკში ერთი შვილი ეყოლა და 7 წლის რო იყო ისააკი, ღმერთი ეუბნება წამოიყვანე და შემომწირეო და მიყავს. იმიტომ რომ ღმერთი არის მისთვის პირველი ღმერთის მოწოდება არის, ღმერთის სარწმუნოება არის. ესე ცხოვრობდნენ. აი დავით მეფსალმუნე, ვისიც ხსენებასაც დღეს ეკლესია იხსენიებს, აი კიდე რა მინდა იცით გითხრათ, რომ აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი გული როგორ არის უფლისადმი, ხო? აი მთელი აღთქმები, მთელი კურთხევები, რომელიც ღმერთმა ოდესღაც მამამთავრებს მისცა, ეს კურთხევები მთლიანად შემოიკრიბა დავითის შთამომავლობაში. ეხლა იოსები, მართალი იოსებიც დავითის შთამომავალი იყო და ღვთისმშობელის. და ქრისტესაც დავითის ძედ უწოდებდნენ. აი ამ შინაარს. ხო და ნახეთ, ესე იგი ფსალმუნებს თქვენ კითხულობ და ნახეთ რას ეუბნება. ესე იგი ეფუცა უფალი დავის ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხო იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა ზედა. აი ამ წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე თვლიან, აი მაშინდელმა ჟულის მოძღვრებმა იცოდნენ, რომ აი დავითის შთამომავალი იქნებაო. მისი მუცლის ნაყოფი, ანუ მისი შთამომავალი იქნებაო. და ესე იგი მთელი კურთხევები, რომელიც კი მისცა ოდესმე რომელიმე მამამთავრს, მთელი კურთხევები დავითს გადასცა. ეხლა დავითის ცხოვრებაზეც კიდე ძალიან ვრცელია და მაგაზეც ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და მისი გული იყო უფლის წინაშე მონანული გული, რომელიც ღმერთთან არა შეურაცხოს, აი ზუსტად მისი დაწერილია ეს სიტყვები და გული, აი ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეკლესია დგას ერთ გულ ადამიანებზე. უფლის ერთ გულ ადამიანებზე, არავისგან, არაფრით, არანაირად გამორჩეული, უბრალოდ უფლის ერთ გულ ადამიანებზე და ახლა დავითზე ვსაუბრობ, ჩვენ თქვათ აუცილებლად და გავიხსენოთ ის, რომ გავიხსენოთ, იმიტომ რომ ადრეს ნათქვამი გვაქვს, რომ როდესაც სამუელი განუდგა, ისა რა ქვია, საული იყო პირველი მეფე ისრაელის, განუდგა უფალს და ღმერთმა წაართვა მას მეფობის მადლი და სამუელ წინასწარმეტყველს უთხრა, წადიო იესეს სახშიო და იქ გეტყვიო, ვინ უნდა სხვა მეფეთო და იესეს შვილები ყავდა სხვების. და დავითი მწყემსი იყო, მწყემსობდა, სხვას დარაჯობდა და რო ნახა სამუელ წინასწარმეტყველმა, რომ აი წარმოსადეგი ვინც იყვნენ სიმაღლით რაღაც ჯერ ერთი ეგონა პირველი შვილი, მერე მეორე, მესამე და არც ერთი არ იყო. ხო და მერე რო უთხრა სხვა ყავსო კიდე შვილიო და ერთი არისო ის სხვარშიაო და აბა დაუძახეო. დავითი ფიზიკურად ყველაზე პატარა იყო. ასაკობრივადაც პატარა იყო მან. ეს არისო ღმერთი ეუბნება. და მერე ეუბნება ღმერთი ესეც სიტყვებს სამუელ წინასწარმეტყველსო, გაკვირვებული იყო წინასწარმეტყველი, კი მაგრამ რა რითი, საული იყო მთელი ისრაელში ყველაზე მაღალი იყო პირველი მეფე ვინც იყო და ახსოვდა იქედან რომ ალბათ ამით გამოირჩევსო და ეს ნახა ყველაზე პატარა იყო დავითი და ღმერთი ეუბნება ესეც სიტყვებს. კაცი ხედავს პირსა კაცისასაო და ღმერთი ხედავს გულსა კაცისასაო. გესმით? ჩვენი ღმერთი აი ჩათვალე რომ აი ღმერთი პირდაპირ გულში გიყურებს. გონებაში კი არა, უყურეთ ამასაც მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ შეიძლება გონება გვეგონოს ეს, მაგრამ გონება კი არა. გულის გონება არის, ოღონდ დიდი გონება არის გული. გული ფიქრობს პირველად თუ ფიქრობს. უпростоრად აი ამ გონებიდან, ჩვენი გონებიდან მერე ჩადის იმ დიდ გონებაში. ჩვენი ნააზრევი და ჩვენი ნაფიქრი, ამიტომ გაუფრთხილდეთ ჩვენს გულს, იმიტომ რომ თუ კი რამე სიკეთე მოგვეცემა, სწორედ იქედან იქ არის სასუფეველი, იქ არის სამკვიდრო უფლისა.
იყო კიდე შემთხვევა ესეთი აგერ ცოტა ხნის წინ იყო ეგნატე ღმერთშემოსილის სცენება, რომელიც პირუტყვებს ცხოველებს დააგლეჯიეს და მერე გული რო ნახეს მისი ამოტვიფრული იყო ოქროს ასოებით ქრისტეს სახელი. ასევე იაკობის ხსენება არის, აი იოსები, დავით მეფსალმუნე, იაკობი იყო იოსები, ესე იგი დამწინდველი, სანამ დაწინდავდა ღვთისმშობელს, მანამდე მას ცოლი ყავდა, სოლომონია, რომლისგანაც შვილები ეყოლა და აი როცა შენ სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფლის ძმებიო, აი მაგაზია საუბარი. ერთ-ერთი იყო იაკობი იყო უფროსი შვილი იოსების მანამდე. და რატომ იხსენიებს დღევანდელ დღეს ეკლესია? იმიტომ რომ გადმოცემა არის ესეთი, რომ აი რო გითხარით იმ ურთულეს გზაზე ეგვიპტეში, მე ეგვიპტიდან ბრუნდება ანგელოზი გამოეცხადება, ეუბნება მოკვდაო ჰეროდეო და წადიო. ხო და რო ჩამოდის იერუსალიმში, ნახავს რომ არქელაოსია მეფე ჰეროდეს შვილი და მაინც შეეშინდა და მაინც მოარიდა ეს წმინდა ოჯახი, წაიყვანა, ისევ ანგელოზი ეცხადება და ნაზარეთში წავიდნენ. ესეც დაწინასწარმეტყველები იყო და როდესაც წავიდნენ ეგვიპტეში, იაკობიც მათთან ერთად იყო და რა თქმა უნდა ეხმარებოდა მათ და გამორჩეული მერე იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა იაკობი და დიდი მღვდელმთავარი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ იმ პერიოდში ქრისტიანებს ხო უყვარდათ, ძალიან უყვარდათ, მაგრამ იუდეველებსაც უყვარდათ, აი რა მადლი ქონდა, წარმოიდგინეთ რომ მერე მოწამეობრივად აღესულა, მაგრამ ძალიან დიდი მადლი მიეცა მას აი ამ ერთგულების გამო და აი მათ იხსენიებს დღევანდელ დღეს ეკლესია და რა თქმა უნდა ჩვენც უერთდებით, ჩვენც ვინც ეკლესიაში ვარ დღეს მოსული, აი ეს კრებული უერთდებით ეხა ზეციურ ზეიმს, ზეციურ დღესასწაულს და თანამონაწილე ხართ, აი არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ გეუბნებით, თანამონაწილე ხართ თითოეული თქვენთაგან ვინ დღეს წირვას დაესწარით იმ დიდი ზეიმის, რომელიც დღეს ზეცაში არის. წარმოიდგინეთ თქვენი ოჯახში აგერ დაუშვათ ოჯახის უფროსი ხო ყველაზე დიდ პატივს სცემთ, ხო? აი მისი დაბადების დღე რო იყოს რაღაცა, ხო ყველაზე უფრო ორიენტირებული ხართ რომ გაახაროთ, ხო? ეხლა ზეცაში არის აი ამ დიდი წმინდანების სცენება და ჩვენც აი ამ კრებულს უერთებით. მეც ჩვენ მივიღებთ უფრო ვიდრე ჩვენგან რამე ჭირდებოდეს ზეცას. ჩვენ მივიღებთ მადლს და აი ამ მადლით ჩვენ ცხონდებით მადლითა და წყალობითა და მოწყალებითა და სიყვარულითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.